მე-16 ამოცანა A-B არის 20 ელემენტიანი სიმრავლის ქვესიმრავლეები. ამასთან A სიმრავლე შედგება 13 ელემენტისაგან, B კი 15 ელემენტისაგან. ქვემოთ ჩამოთვლილი რიცხვებიდან, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს A-ს თანაკვეთა B-სთან სიმრავლის ყველა ელემენტის რაოდენობას. რაც შეეხება ამ ამოცანას, რომელიც სიმრავლეებზე მოქმედებებს გულისხმობს და აპლიკანტს მოეთხოვება სწორედ მათზე მოქმედებები, პირველესად მაინც უნდა განისაზღვროს ამას სჭირდება ლოგიკური მსჯელობა, ისე ვთქვათ. რატო? იმიტომ რომ პრაქტიკული მაგალითი ძალიან ეხმარება ნებისმიერს ასეთი ტიპის ამოცანების ამოხსნაში, აი მაგალითად სკოლაში მოსწავლეების რაოდენობა, ელემენტების რაოდენობა კონკრეტულ ჯგუფში და ასე შემდეგ. რაც შეეხება ჩვენს მაგალითს, ესეთი რამ გავაკეთოთ. ვენის დიაგრამის მეთოდით, როდესაც მოცემული არის ორი განსხვავებული სიმრავლე და მათ შორის არსებობს კვეთის წერტილი, მე დავხაზე სპეციალურად, ასეთი x-ით გამოვსახე თანაკვეთა A-სა და B-ს შორის, ხოლო ის ნაწილი, რომელიც მხოლოდ A-ს ეკუთვნის, აღნიშნულია, უბრალოდ მხოლოდ B-ს ეკუთვნის, აღნიშნულია 15 მინუს x-ით, მხოლოდ B-ს. რაც შეეხება მხოლოდ A-ს ეკუთვნის, ასეთი არის 13 მინუს x. მე ვიცი, რომ მათი ჯამი არა უმეტეს 20-ის იქნება. რატომ არ იქნება ტოლი 20-ის? იმიტომ რომ მე მოგეხსენება, რომ შეიძლება ამ სიმრავლეში ყველა განსხვავებული ელემენტი არ იყოს. იყოს 20 ელემენტი, თუმცა ზოგიერთი მეორდებოდეს. ან არ მეორდებოდეს, ეს არ არის დაკონკრეტებული. რაც შეეხება თავად პასუხებს, მაგალითისათვის თუ ამ წრფი უტოლობას ამოვხსნით, 15-ს დამატებული 13 მინუს x-ი, ნაკლებია ან ტოლია 20-ზე. მაშინ 8 უკვე შეცდომა, უბრალოდ გადადვა x-ი მარჯვენა მხარეს და ტოლობის ნიშანი დარჩება, ანუ x-ი მეტია ან ტოლი 8-ზე. განვიხილოთ ესეთი შემთხვევა, რომ აი ამ 20 ელემენტიდან ბრჭყალებში B სიმრავლე ყლაპავს A სიმრავლებს და აი ამ 15 ელემენტის 13 ელემენტი ეკუთვნის B-ს. მაშინ x-ის რაოდენობა იქნება 13. ანუ მაქსიმალური, რაც შეიძლება მიიღოს კვეთის სიმრავლემ, ეს არის 13. იმიტომ რომ ლოგიკურადაც რომ დავფიქრდეთ, B-ს ამაზე მეტი ელემენტი არ გააჩნია. შესაბამისად, კვეთის და შეხების წერტილებიც 13-ზე მეტი არ იქნება. და მეორე მხრივ, რომ არ შეიძლება მათ კონდეთ 8-ზე ნაკლები საერთო წერტილი, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ასეთ რამეს დაუშვებთ, უბრალოდ 20 გადააჭარბებს ეს ყველაფერი, ან პირიქით. აქედან გამომდინარე, უბრალოდ 20 გადააჭარბებს და არა ნაკლებად. გადააჭარბებს აუცილებლად და ეს პირობას დაარღვევს. აქ თუ კი ჩავმოვდებოდით და ფორმულებს დავიხმარდით, რაც დამატებით ცოდნას მოითხოვს, უფრო გაართულებდა ეს საქმეს, თუმცა გაერთიანების ფორმულა გამოიყურება ამგვარად, A სიმრავლეს დამატებული B სიმრავლე, გამოკლებული კვეთის სიმრავლე და ეს უნდა უდრიდეს საერთო მოცულობას. თუმცა ჩვენ არ ვიცით, რამდენია საერთო, უბრალოდ ამოცანა დიაპაზონს გვთავაზობს და გვეუბნება, რა შეიძლება იყოს და არა რამდენია. ამ შემთხვევაში პასუხი არის D9, იმიტომ რომ შეზღუდვა მოქმედებს 8-დან 13-მდე. აქედან გამომდინარე, ერთადერთი სავარაუდო პასუხი, რომელიც ამ პირველ საკმაყოფილებს, არის D9.